მოგესალმებით კიდევ ერთხელ დილამშვიდობის საეთერში დაბრუნდა. დილამშვიდობის დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და სანამ ვალერიან შიუკაშვილისგან დეტალურად გავიგებთ ნოდარ გაბუნიას სახელობის ფესტივალსა და კონკურსზე, მანამდე კულტურის სიახლეებს გაგაცნობთ. გახდი ფერმერი ამ პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საპატრიარქოსა და კომპანია კარტლისის წარმომადგენლებს შორის დაიდო. აგრარულ სექტორში წამყვანი კომპანია კარტლისისა და საპატრიარქოს აგრობიზნესის ინოვაციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის 20-მდე სპეციალისტის აღზრდას ითვალისწინებს. ახალგაზრდებს პრაქტიკულ სამუშაოებს კარტლისში მომუშავე გამოცდილი სპეციალისტები ჩაუტარებენ. პროექტის ფარგლებში მომავალი სეზონისათვის ახალგაზრდა ფერმერები მზად იქნებიან დამოუკიდებლად შეძლონ იმ მიწების დამუშავება, რომლებთაც პროექტის ფარგლებში მათ საპატრიარქო გამოუყოფს. კარტლისმა საპატრიარქოს პროექტის მხარდასაჭერად ახალგაზრდა ფერმერებს უფასოდ 4 ტონამდე მაღალი ხარისხის ხორბლის სათესლე მასალა და 750 კილოგრამის სასუქი უკვე გადასცა. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერების დაესწრნენ. ჩვენ საპატრიარქოს აგრობიზნესის ინოვაციურმა ცენტრმა და კომპანია კარტლისმა მოვაწერეთ ხელი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომლის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდათაობის დასაქმება და პირველ რიგში მათი განათლება, მაღალტექნოლოგიური მიდგომების დანერგვა და ამავდროულად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ პროექტ გახდი ფერმერი. დღეისათვის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და მწვავე პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების არარსებობა სოფლის მეურნეობაში. ჩვენი მხრიდან ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ეცდება, რომ ხარი დაუჭიროს ამ პროექტის განვითარებას. უზრუნველყოფთ ამ პროექტში მონაწილე ახალგაზრდების თეორიულ მომზადებას, ასევე პრაქტიკულ მომზადებას ჩვენ მინდვრებში.